2006 წლის 6 სექტემბრის დილას, როდესაც სპეცრაზმელები შევიდნენ თემურ ჟორჟოლიანის ბინაში, მათ იპოვეს ის, რაც არ უნდა არსებობოდა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის პირადი არქივი, სადაც ინახებოდა წერილები, ჩანაწერები და დოკუმენტები 10 წლეულების განმავლობაში. ფურცლები, რომლებზეც ხელით იყო ამოტვიფრული სახელები იმ ადამიანების, ვინც ერთად იდგა ბარიკადებზე 1991 წლის გაზაფხულზე. ამ დოკუმენტებს შორის იყო ერთი განსაკუთრებული საქაღალდე. მასში თავმოყრილი იყო ფოტოები და ჩანაწერები იმ ადამიანების შესახებ, ვინც 2006 წლისთვის უკვე იჯდა პარლამენტში, ხელისუფლებაში, ან უბრალოდ გაჩუმებული იყო. მაგრამ ამ საქაღალდეს არასოდეს მიუწდა ხელი საზოგადოებამ. ის გაქრა სპეცოპერაციის დღესვე, ისევე როგორც გაქრა ხმა იმ ადამიანების, ვინც ოდესღაც ერთად ღიღინებდა საბჭოთა ტანკების წინ. რატომ? ვინ გადაწყვიტა, რომ ეს არქივი საშიში იყო? და რაზე მეტყველებდა ის დუმილი, რომელიც დაისადგურა თბილისში იმ დღეებში, როდესაც ერთ-ერთი ეროვნული მოძრაობის ლიდერი ბორკილებში მიჰყავდათ. თემურ ჟორჟოლიანი არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ისტორია ხელით შეეხო. 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა, მისი ხელმოწერა დადო იმ აქტზე, რომელიც დღესაც ინახება ეროვნულ არქივში. მაგრამ 15 წლის შემდეგ, 2006 წლის შემოდგომაზე, ეს იგივე ხელი ბორკილებში ჩაეკრა. ბრალდება იყო მძიმე, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულება, სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟორჟოლიანი იყო ნაწილი ფართო ქსელისა, რომელიც გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას იგორ გიორგაძის, უშიშროების ყოფილი მინისტრის, რომელიც რუსეთში იმალებოდა ხელმძღვანელობით. ეს იყო ის ნარატივი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და რომელსაც საზოგადოება უნდა ჩაეღლაბა. მაგრამ რა იყო რეალურად? როგორ აღმოჩნდა კაცი, რომელიც ოდესღაც საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა, დამოუკიდებელი საქართველოს ციხეში, როგორც სახელმწიფოს მოღალატე? და რატომ დუმდნენ ისინი, ვინც მასთან ერთად იდგა ბარიკადებზე? 2006 წელი იყო განსაკუთრებული წელი საქართველოში. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ძალის პიკი, როდესაც ნებისმიერი ოპოზიციური ხმა აღიქმებოდა როგორც საფრთხე. ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა პოლიტიკას, რომელსაც ნულოვანი ტოლერანტობა ეწოდებოდა. არანაირი კომპრომისი, არანაირი შეღავათი, არანაირი წყალობა. 6 სექტემბრის დილით, როდესაც სპეცრაზმელები ერთდროულად შევიდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის სახლში, თბილისი გაიღვიძა შიშის ატმოსფეროში. დააკავეს მაია თოფურია, ირინა ბათიაშვილი, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები. ყველა მათგანი დაკავშირებული იყო იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობასთან, ან მის გარშემო არსებულ ოპოზიციურ ძალებთან. ტელევიზიები გადმოსცემდნენ კადრებს, სადაც ხალხს ბორკილებში მიჰყავდათ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ ტერორისტული ქსელის გამოვლენაზე. მაგრამ რა იყო ეს? რეალური საფრთხე თუ პოლიტიკური თეატრი? და რატომ არავინ გამოვიდა ჟორჟოლიანის დასაცავად? დუმილი იყო ყველაზე საშინელი. როდესაც ჟორჟოლიანს სასამართლოში მიჰყავდათ, დარბაზში თითქმის არ ჩანდნენ მისი ძველი თანამებრძოლები ეროვნული მოძრაობიდან. ის ადამიანები, ვინც ოდესღაც მასთან ერთად ღიღინებდა საბჭოთა ტანკების წინ, ვინც ერთად აწერდა ხელს პეტიციებს, ვინც ერთად ატარებდა ღამეებს დისიდენტურ შეხვედრებზე. ოჯახის წევრები ხშირად მარტო რჩებოდნენ სისტემის პირისპირ. არც ადვოკატები იყვნენ მზად საქმის აღებაზე, არც ძველი მეგობრები რისკავდნენ ტელეფონზე დარეკვას. ერთ-ერთმა ახლობელმა მოგვიანებით გაიხსენა. ეს იყო ისეთი დრო, როდესაც ძმისშვილს ბიძაზე ათქმევინებდნენ უარს. არა იმიტომ, რომ არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა. შიში იყო ყველგან, შიში დაკავებისა, შიში ბიზნესის დაკარგვისა, შიში იმისა, რომ შენი სახელიც მოხვდებოდა იმ სიაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აგროვებდა. და ეს შიში გაანადგურა ის, რაც ქართულ კულტურაში ყოველთვის წმინდა იყო: მეგობრობა, ერთგულება, სუფრის ფენომენი. როგორ მოხდა ეს? როგორ გახდა შიში უფრო ძლიერი, ვიდრე ის იდეალები, რომლისთვისაც ოდესღაც ერთად იბრძოდნენ? იყო ისეთებიც, ვინც არა შიშით, არამედ პრინციპით ამართლებდა თავის დუმილს. ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ვეტერანმა, რომლებიც მკვეთრად პროდასავლური და ანტირუსული პოზიციებით გამოირჩეოდნენ, ჩათვალა, რომ ჟორჟოლიანმა წითელი ხაზი გადაკვეთა იგორ გიორგაძის ძალებთან ალიანსით. გიორგაძე
ადამიანი, რომელიც რუსეთს აფარებდა თავს და რომელსაც ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, იყო ის ფიგურა, რომლის სახელის მოხსენიებაც კი საკმარისი იყო, რათა ნებისმიერი პოლიტიკოსი მოღალატედ გამხდარიყო საზოგადოების თვალში. ხელისუფლებამ ოსტატურად გამოიყენა ეს კავშირი, არა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა რეალური შეთქმულება, არამედ იმისთვის, რომ დაესტიგმატებინა ყველა, ვინც ოპოზიციაში იდგა. და ზოგიერთმა ძველმა თანამებრძოლმა ეს ნარატივი მიიღო არა იმიტომ, რომ სჯეროდა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო კომფორტული გამართლება საკუთარი დუმილისთვის. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალური პრინციპი, თუ უბრალოდ თვითმოტყუება. და რამდენად იყო სამართლიანი, რომ კაცი, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, მოღალატედ გამხდარიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციაში იდგა. სასამართლო პროცესი გრძელდებოდა თვეობით და ყოველი სხდომა იყო ახალი დამცირება. ჟორჟოლიანს ბრალად ედებოდა, რომ გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ მტკიცებულებები იყო მოსმენილი, ჩანაწერები, ტელეფონური საუბრებისა, რომლებიც შეიძლებოდა ნებისმიერი კონტექსტით ყოფილიყო ინტერპრეტირებული და სვედეტელები, რომელთა ნაწილიც მოგვიანებით აღიარებდა, რომ ზეწოლის ქვეშ იყო. მაგრამ სასამართლომ მაინც მიუსაჯა 7 წელი თავისუფლების აღკვეთა. როდესაც განაჩენი გამოცხადდა, დარბაზში არ გაისმა პროტესტის ხმა. არც ძველი მეგობრებისგან, არც ინტელიგენციის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ოდესღაც ხიად საუბრობდნენ სამართლიანობაზე. ტელევიზიებში კი გრძელდებოდა ჩვეულებრივი პროგრამები, პოლიტიკური ტოქ-შოუები, სადაც საუბრობდნენ დემოკრატიაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე. მაშინ როცა დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი შეთითხნილი ბრალდებით საკანში მიდიოდა. როგორ იყო ეს შესაძლებელი? როგორ შეძლო საზოგადოებამ, რომელიც ოდესღაც იბრძოდა თავისუფლებისთვის, ასე მარტივად დაეშვა ხელი ერთ-ერთ იმ ადამიანზე, ვინც ამ თავისუფლების სიმბოლო იყო? ციხეში ჟორჟოლიანი ათავსეს ეგრეთ წოდებული მატროსოვის საპატიმროში, შემდეგ კი რუსთავის ციხეში, ადგილებში, სადაც პირობები იყო მძიმე და სადაც პოლიტპატიმრები ხშირად განიცდიდნენ დამატებით ზეწოლას. მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა. წლების განმავლობაში მას უვითარდებოდა სერიოზული დაავადებები, რომლებზეც სათანადო სამედიცინო დახმარება არ იყო ხელმისაწვდომი. ოჯახის წევრები ცდილობდნენ მოწვევას ექიმებისა, მაგრამ ბიუროკრატიული ბარიერები იყო უსასრულო. ერთ-ერთმა ახლობელმა მოგვიანებით გაიხსენა. როდესაც ვნახე ის პირველად, ციხის სანახავად მისვლისას, თითქმის ვერ ამოვიცანი. ის იყო ფიზიკურად შეცვლილი, დაბერებული, დაავადებული, მაგრამ მისი თვალები კვლავ იყო იგივე. სავსე იმ პრინციპულობით, რომელიც არასოდეს დაუთმია. ჟორჟოლიანმა არასოდეს უთხოვა შეწყალება და არ უღიარებია დანაშაული. ის რჩებოდა ერთგული თავის იდეალებისადმი, მაშინაც კი, როდესაც ეს ნიშნავდა ფიზიკურ განადგურებას. მაგრამ სად იყვნენ ისინი, ვინც ოდესღაც ამ იდეალებს მასთან ერთად იზიარებდა? რატომ არავინ ესაუბრა მის სიმტკიცეზე, მის მსხვერპლზე? 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა ცვლილებას. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ახალმა პარლამენტმა დაიწყო პოლიტპატიმრების საქმეების განხილვა. 2012 წლის მე-5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა თემურ ჟორჟოლიანი 199 სხვა პირთან ერთად ცნო პოლიტპატიმრად. ოფიციალურად აღიარა, რომ მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ეს იყო ის მომენტი, როდესაც სახელმწიფომ თავად დაადასტურა ის, რაც ბევრმა იცოდა, მაგრამ ვერავინ თქვა ხმამაღლა 6 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს აღიარება მოვიდა ძალიან გვიან. ჟორჟოლიანის ჯანმრთელობა უკვე განადგურებული იყო, მისი წლები დაკარგული, მისი ოჯახი გადანჯული. და კვლავ დუმდნენ ისინი, ვინც შეიძლებოდა ადრე ესაუბრა, ადრე, როდესაც ეს რეალურად მნიშვნელობა ჰქონდა. 2013 წლის 13 იანვარს ჟორჟოლიანი გამოვიდა ციხიდან, ჯანმრთელობა შერყეული, დაბერებული, მაგრამ კვლავ პრინციპული. მან არასოდეს ისაუბრა სიძულვილით იმათზე, ვინც მას გაწირა. ის უბრალოდ აგრძელებდა ცხოვრებას, ცდილობდა აღედგინა ჯანმრთელობა, ეყო ოჯახთან ერთად. მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. 2017 წლის 22 ნოემბერს თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი არ იყო უბრალოდ ბიოლოგიური დასასრული. ეს იყო შედეგი იმ 7 წლისა, რომელიც მან გაატარა ციხეში და იმ დუმილისა, რომელიც მას გარშემო მორტყა. დღეს, როდესაც ვუბრუნდებით 2006 წლის მოვლენებს, ვსვამთ კითხვას, რა იყო ეს დუმილი? იყო ეს უბრალოდ შიში, თუ რაღაც უფრო ღრმა, ეროვნული მოძრაობის იდეალების ხალატი? როგორ მოხდა, რომ თაობა, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის, ასე მარტივად დაეშვა ხელი ერთ-ერთ იმ ადამიანზე, ვინც ამ თავისუფლების სიმბოლო იყო? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ტოტალური შიშის ეპოქა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ არჩევანი.
სხვები ამბობენ, რომ ეს იყო პრინციპული პოზიცია, უარი იმ ადამიანის მხარდაჭერაზე, ვინც არასწორ ალიანსში შევიდა. მესამენი კი ამბობენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული იზოლაცია სპეცსამსახურების მიერ, რომლებმაც შექმნეს საინფორმაციო ვაკუუმი და დაათესეს უნდობლობა ძველ მეგობრებს შორის. მაგრამ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სიმართლე, ერთი რამ ცხადია. ჟორჟოლიანი დარჩა მარტო იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა. და ეს მარტოობა არ იყო მხოლოდ მისი ტრაგედია. ეს იყო ტრაგედია მთელი იმ თაობისა, რომელმაც ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი იდეალები. მაგრამ ამ ისტორიაში არის ერთი კითხვა, რომელიც კვლავ რჩება უპასუხოდ. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად მიიღეს გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის იზოლაციაზე? ვინ იყო ის ძალა, რომელმაც ორკესტრირება გაუკეთა ამ დუმილს? იყო ის მხოლოდ ხელისუფლების ზეწოლა, თუ იყო კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს იმისთვის, რომ ჟორჟოლიანი დისკრედიტირებული და მიტოვებული ყოფილიყო? ზოგიერთი მოწმე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად გაავრცელა ჭორები, რომ ვინც ჟორჟოლიანს გამოესარჩლებოდა, მასაც შეთქმულების მუხლით დაიჭერდნენ. სხვები ამბობენ, რომ იყო კონკრეტული ადამიანები, ძველი ეროვნული მოძრაობიდან, რომლებიც უკვე ახალ ხელისუფლებაში კომფორტულად იყვნენ მოწყობილნი და რომელთათვისაც ჟორჟოლიანის ხსენება დისკომფორტს წარმოადგენდა. ის აგონებდათ იმ იდეალებს, რომლებიც მათ უკვე დაივიწყეს. ერთ-ერთმა ახლობელმა მოგვიანებით გაიხსენა. იყო ისეთი შეგრძნება, რომ ზოგიერთი ძველი მეგობარი არა მარტო დუმდა, არამედ აქტიურად ერიდებოდა ჟორჟოლიანის თემას. თითქოს მისი არსებობა თავად იყო დანაშაული. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გაირკვა, რომ ზოგიერთისთვის კარიერა და კომფორტი უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე ერთგულება და პრინციპები. და აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა: რა იყო ის ფასი, რომელიც საზოგადოებამ გადაიხადა ამ დუმილისთვის? ჟორჟოლიანის საქმე არ იყო იზოლირებული შემთხვევა. ეს იყო ნაწილი უფრო ფართო სისტემისა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აღიქმებოდა როგორც საფრთხე და სადაც შიში იყო ძირითადი მართვის ინსტრუმენტი. როდესაც ადამიანები დუმდნენ ჟორჟოლიანის საქმეზე, ისინი არამხოლოდ მასტოვებდნენ მარტო, ისინი ამტკიცებდნენ სისტემას, რომელიც აშენებული იყო შიშზე და რეპრესიებზე. ისინი აძლევდნენ სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლებოდა ადამიანის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და არავინ აპროტესტებდა. ისინი ქმნიდნენ პრეცედენტს, რომელიც მოგვიანებით გამოიყენებოდა სხვა შემთხვევებშიც. და ყველაზე მთავარი, ისინი ანადგურებდნენ იმ ფასეულობებს, რომლებზეც ოდესღაც ეროვნული მოძრაობა იყო აშენებული: სოლიდარობას, ერთგულებას, სამართლიანობის გრძნობას. როგორ შეიძლება საზოგადოება, რომელიც ასე დიდ ფასს გადაიხადა თავისუფლებისთვის, ასე მარტივად დაივიწყოს ეს ფასეულობები? და რა რჩება ერს, როდესაც ის კარგავს უნარს დაიცვას საკუთარი გმირები? მე მანამდე ვიცოდი, რომ ჩვენ გადავრჩებოდით. ამბობს ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი, რომელიც 1991 წელს თემურ ჟორჟოლიანთან ერთად იდგა უზენაესი საბჭოს დარბაზში, როდესაც აწერდნენ ხელს დამოუკიდებლობის აქტს. მისი ხელები დღესაც კანკალებს, 15 წლის შემდეგ, როდესაც იხსენებს იმ დღეებს. ეს ადამიანი, რომელიც ახლა სახელის გამხელას არ ეთანხმება, იყო ერთ-ერთი იმ 50-დან, ვინც იცოდა ყველაფერი ჟორჟოლიანის შესახებ. მისი ოჯახის საიდუმლოებები, მისი ჯანმრთელობის პრობლემები, მისი შიშები და იმედები. ისინი ერთად ატარებდნენ ღამეებს დისიდენტურ შეხვედრებზე, ერთად გეგმავდნენ საქართველოს მომავალს, ერთად ოცნებობდნენ თავისუფალ ქვეყანაზე. მაგრამ 2006 წლის 6 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჟორჟოლიანი ბორკილებში მიჰყავდათ, ეს ადამიანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ერთგულება თუ გადარჩენა. მან აირჩია დუმილი. დღეს, როდესაც ის საუბრობს ამ არჩევანზე, მისი ხმა ირღვევა. მე ვიცოდი, რომ თუ გამოვალ მის დასაცავად, ჩემს ოჯახს დაკარგავდნენ ყველაფერს, ბიზნესს, სახლს, შესაძლოა თავისუფლებასაც. მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რაც მე გავაკეთე. ან უпроსწორად, იმას, რაც არ გავაკეთე. რამდენი ასეთი ადამიანი იყო? რამდენმა გააკეთა იგივე არჩევანი? და რა იცოდნენ ისინი, რაც ჩვენ არ ვიცით? 2006 წლის სექტემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე 6 წელი და 3 თვე. ეს იყო პერიოდი, როდესაც თემურ ჟორჟოლიანი ცხოვრობდა პარალელურ სამყაროში. გარეთ, თბილისში, ცხოვრება გრძელდებოდა ჩვეულებრივ რიტმში,
ადამიანები დადიოდნენ სამსახურში, ზეიმობდნენ დღესასწაულებს, უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც პოლიტიკოსები საუბრობდნენ დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე. შიგნით ციხის კედლებს მიღმა ჟორჟოლიანი ცხოვრობდა სხვა რეალობაში, სადაც დრო იზომებოდა არა დღეებით, არამედ ჯანმრთელობის დაკარგვის ტემპით, სადაც ყოველი დილა იწყებოდა კითხვით: დღეს ვინ მოვა სანახავად და მთავრდებოდა იმავე პასუხით: არავინ. მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ რეგულარულად ესტუმრათ, მაგრამ ისინიც განიცდიდნენ იზოლაციას. მეგობრები, რომლებიც ოდესღაც ყოველ კვირას სტუმრობდნენ მათ სახლს, ახლა ქუჩაში შეხვედრისას თავს არიდებდნენ. ტელეფონის ზარები, რომლებიც ოდესღაც ყოველდღიურად ისმოდა, ახლა თითქმის შეწყდა. ერთ-ერთმა ახლობელმა გაიხსენა: ყველაზე მტკივნეული იყო არა ის, რომ ადამიანები არ გვიჭერდნენ მხარს. ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ისინი თავს გვარიდებოდნენ. თითქოს ჩვენ რაღაც დაავადებული ვიყავით, რომელიც შეეძლოთ გადაედოთ. როგორც ცხოვრობს ადამიანი, როდესაც მთელი მისი წარსული, ყველა მეგობრობა, ყველა ალიანსი, ყველა ერთობლივი ბრძოლა უბრალოდ გაქრება, თითქოს არასოდეს ყოფილიყო. იყო ერთი კონკრეტული ეპიზოდი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულად იხსენება ჟორჟოლიანის ოჯახის წევრების მიერ. 2007 წლის გაზაფხულზე, როდესაც ჟორჟოლიანი უკვე რამდენიმე თვეა იჯდა მატროსოვის საპატიმროში, მისმა ცოლმა გადაწყვიტა მიემართა ერთ-ერთი ძველი მეგობრისთვის. ადამიანისთვის, რომელიც ოდესღაც ჟორჟოლიანთან ერთად იდგა ბარიკადებზე და რომელიც ახლა იყო მაღალ თანამდებობაზე ახალ ხელისუფლებაში. ის არ ითხოვდა პოლიტიკურ ინტერვენციას. ის უბრალოდ ითხოვდა დახმარებას იმისთვის, რომ ჟორჟოლიანს მიეწოდებინა ელემენტარული სამედიცინო მომსახურება, რადგან მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდებოდა. შეხვედრა მოეწყო ერთ-ერთ ცენტრალურ კაფეში, ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი დადიოდა და სადაც საუბარი შეიძლებოდა ჩაითვალა შემთხვევით შეხვედრად. ის ადამიანი მოვიდა, მოისმინა თხოვნა და შემდეგ რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ თქვა: მე ვერაფერს გავაკეთებ. არა იმიტომ, რომ არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ თუ ახლა ჩავერიე ამ საქმეში, ჩემი კარიერა დასრულდება და მაშინ ვერც შენს ოჯახს დავეხმარები, ვერც საკუთარ ოჯახს გადავარჩენ. ის წამოდგა და წავიდა. დატოვა ფული ყავისთვის და აღარასოდეს დაურეგა. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟოლიანის ოჯახმა საბოლოოდ გააცნობიერა, ისინი მარტო იყვნენ, სრულიად მარტო. მაგრამ რატომ? რატომ იყო ის შიში ასე ძლიერი? რათა გავიგოთ ეს, უნდა დაუბრუნდეთ 2006 წლის კონტექსტს, იმ ატმოსფეროს, რომელიც იყო შექმნილი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს არ იყო უბრალოდ პოლიციური სახელმწიფო. ეს იყო სისტემა, რომელიც აშენებული იყო ტოტალურ კონტროლზე და პრევენციულ შიშზე. ადამიანები იცოდნენ, რომ მათი ტელეფონები მოსმენილი იყო, მათი მოძრაობა თვალყურს ადევნებოდა, მათი ბიზნესები შეიძლებოდა ერთი დღით დახურულიყო, თუ ისინი არასწორ პოზიციას დაიკავებდნენ. იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ ოპოზიციის მხარდასაჭერად, მალევე აღმოჩნდებოდნენ საგადასახადო შემოწმებების ობიექტად, ან მათი ბიზნესები უეცრად წააწყდებოდა ტექნიკურ პრობლემებს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელიც ანონიმურობის პირობით დაეთანხმა ინტერვიუს, გაიხსენა: იყო ისეთი შეგრძნება, რომ შენ ცხოვრობ აკვარიუმში, ყველაფერი ხილული იყო, ყველაფერი კონტროლირებადი. და თუ შენ გადადგამდი ერთ ნაბიჯს იმ ხაზის მიღმა, რომელიც არ იყო დახატული, მაგრამ ყველა მიცოდა სად იყო, შენ დაკარგავდი ყველაფერს. ეს იყო ის ატმოსფერო, რომელშიც ჟორჟოლიანის ძველი მეგობრები იღებდნენ გადაწყვეტილებას, არა თავისუფლად, არამედ შიშის ზეწოლის ქვეშ. მაგრამ შიში არ იყო ერთადერთი ფაქტორი, იყო კიდევ რაღაც, რაც უფრო ხრმად მდებარეობდა ქართულ საზოგადოებაში. იყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს მორალური დაღლილობა. შეგრძნება, რომ ბრძოლა უკვე დასრულებული იყო და რომ ახალი ბრძოლის დაწყება უბრალოდ ძალიან ძვირი ფასი იქნებოდა. ეროვნული მოძრაობის თაობა, რომელიც იბრძოდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, უკვე გაიარა 10 წლეულები ბრძოლისა. 1987 წლის დემონსტრაციები, 1989 წლის სამოქალაქო ომი, 1992 წლის აფხაზეთის ომი, 2003 წლის ვარდების რევოლუცია. ყოველი ამ მოვლენის შემდეგ რჩებოდა ნაწილი იმ თაობისა, რომელიც ამბობდა, საკმარისია. 2006 წლისთვის ბევრი მათგანი უკვე იყო დაღლილი, ფიზიკურად, ემოციურად, მორალურად. მათ უნდოდათ მშვიდობა, სტაბილურობა, ნორმალური ცხოვრება. და როდესაც ხელისუფლება სთავაზობდა მათ ამ მშვიდობას, იმ პირობით, რომ ისინი დუმდნენ,
ბევრმა მიიღო ეს შეთავაზება. ერთ-ერთმა ინტელიგენციის წარმომადგენელმა, რომელიც ოდესღაც აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში, მოგვიანებით გაიხსენა. მე ვიცოდი, რომ ჟორჟოლიანის საქმე არასამართლიანი იყო, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალა კიდევ ერთი ბრძოლისთვის. მე უბრალოდ ვინდომე ცხოვრება, ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრება. და ამისთვის მე გადავიხადე ფასი, ჩემი სინდისის ფასი. რამდენმა გადაიხადა ეს ფასი? და რა დარჩა მათ, როდესაც ისინი გაიღვიძეს და გააცნობიერეს, რომ მშვიდობა, რომელიც მათ შეიძინეს, აშენებული იყო სხვისი ტანჯვის უგულებელყოფაზე. ციხეში ჟორჟოლიანს ჰქონდა ტელევიზორი, პატარა, ძველი აპარატი, რომელიც ხშირად გაფუჭებული იყო, მაგრამ რომელიც მაინც იყო მისი ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან. საღამოობით, როდესაც კამერაში სიჩუმე ისადგურებდა, ის ირთავდა ამ ტელევიზორს და უყურებდა ახალ ამბებს, პოლიტიკურ ტოკ-შოუებს, დებატებს. ხშირად ეკრანზე ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ის იცნობდა, ძველი თანამებრძოლები, ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც ერთად იდგა ბარიკადებზე. ისინი საუბრობდნენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე. ისინი იყვნენ კარგად ჩაცმულები, კარგად გამოკვებილები, თავდაჯერებულები. და ჟორჟოლიანი იჯდა ციხის კამერაში, ავანტყოფი, დაბერებული, მიტოვებული და უყურებდა მათ. ერთ-ერთმა ციხის თანამშრომელმა, რომელიც მოგვიანებით გადავიდა სხვა სამსახურში და დაეთანხმა ანონიმურ ინტერვიუს, გაიხსენა. ერთხელ შევედი მის კამერაში და ვნახე, რომ ის იჯდა ტელევიზორის წინ და ტიროდა. ეკრანზე იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობდა დემოკრატიაზე, ადამიანი, რომელსაც ჟორჟოლიანი ოდესღაც თავის მეგობრად თვლიდა. მე ვკითხე მას, რატომ ტიროდა? მან მითხრა: მე არ ვტირი იმიტომ, რომ ის არ მეხმარება. მე ვტირი იმიტომ, რომ ის ისე საუბრობს სამართლიანობაზე, თითქოს რეალურად სჯერა. და ეს ნიშნავს, რომ ის დაივიწყა, რა არის რეალური სამართლიანობა. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ჟორჟოლიანმა გააცნობიერა. პრობლემა არ იყო მხოლოდ შიში. პრობლემა იყო ის, რომ ადამიანებმა რეალურად დაივიწყეს, რისთვის იბრძოდნენ. არსებობდა კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ის, რასაც შეიძლება ეწოდოს რეტროაქტიული გამართლება. როდესაც ჟორჟოლიანი დააპატიმრეს, ხელისუფლებამ შექმნა ნარატივი, რომ ის იყო ნაწილი რუსული შეთქმულებისა, რომელიც გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას. ეს ნარატივი იყო აშენებული ჟორჟოლიანის კავშირზე იგორ გიორგაძესთან, ადამიანთან, რომელიც რუსეთს აფარებდა თავს და რომელსაც ტერორიზმში ადანაშაულებდნენ. ხელისუფლებისთვის ეს იყო იდეალური ფორმულა. ნებისმიერი, ვინც იყო დაკავშირებული გიორგაძესთან, ავტომატურად ხდებოდა რუსეთის აგენტი და სამშობლოს მოღალატე. მაგრამ რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო, ეს ნარატივი მიიღეს არა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერებმა, არამედ ზოგიერთმა ძველმა ეროვნული მოძრაობის წევრმაც. ისინი, რომლებიც ოდესღაც ჟორჟოლიანთან ერთად იბრძოდნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, ახლა ამბობდნენ: ჟორჟოლიანმა გადაკვეთა წითელი ხაზი. ის შევიდა ალიანსში ადამიანთან, რომელიც რუსეთს ემსახურება. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მის მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი პრინციპების ღალატი. ეს იყო კომფორტული გამართლება. ის საშუალებას აძლევდა მათ დაეშვათ ხელი ჟორჟოლიანზე და ამავდროულად შეენარჩუნებინათ თვითშეგნება, რომ ისინი პრინციპულები იყვნენ. მაგრამ რამდენად იყო ეს რეალური პრინციპი? ჟორჟოლიანის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ის იყო ტრადიციონალისტი მონარქისტი, რომლის კავშირი გიორგაძესთან იყო მხოლოდ ტაქტიკური ოპოზიციური ერთობა, არა იდეოლოგიური ალიანსი, არამედ პრაგმატული გაერთიანება იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მათი აზრით ღალატობდა ეროვნული მოძრაობის იდეალებს. მაგრამ ეს არგუმენტი არ მოისმინეს, ან უფრო სწორად არ ინდომეს მოსმენა, რადგან მოსმენა ნიშნავდა აღიარებას, რომ შესაძლოა ისინი ცდებოდნენ და ეს აღიარება იქნებოდა ძალიან მტკივნეული. დრო ციხეში გადიოდა განსაკუთრებული სისასტიკით, არა იმიტომ, რომ ის ნელა გადიოდა, არამედ იმიტომ, რომ ის ტოვებდა კვალს ჟორჟოლიანის სხეულზე და სულზე. ყოველი თვე მოჰქონდა ახალ დაავადებას, ყოველი წელი აძლიერებდა ძველ ტკივილს. მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ მოეწვიათ ექიმები, მაგრამ ბიუროკრატიული ბარიერები იყო უსასრულო. საჭირო იყო ნებართვები, რომლებიც არასოდეს გაიცემოდა. საჭირო იყო დოკუმენტები, რომლებიც ყოველთვის იკარგებოდა. საჭირო იყო ხელმოწერები, რომლებსაც ყოველთვის ვერ აყენებდნენ. ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა გაიხსენა: იყო შეგრძნება, რომ სისტემა მიზანმიმართულად აყენებდა დაბრკოლებებს, არა იმიტომ, რომ ექიმის მოწვევა აკრძალული იყო,
არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ აყოვნებდნენ ყველაფერს იმდენად, რომ ბოლოს ჩვენ დავიღლებოდით და დავანებებდით. და ეს იყო ნაწილი სისტემისა, არა პირდაპირი რეპრესია, არამედ ნელი, მეთოდური განადგურება. ჟორჟოლიანი კვდებოდა არა იმიტომ, რომ მას კლავდნენ, არამედ იმიტომ, რომ მას უბრალოდ არ აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრა. და ის იყო უფრო სასტიკი, რადგან ეს იყო განადგურება, რომელსაც არავინ აღიარებდა, რომელზეც არავინ იყო პასუხისმგებელი, რომელიც უბრალოდ ხდებოდა ნელა, უხმაუროდ, უხილავად. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო არა ფიზიკური ტანჯვა. ყველაზე მტკივნეული იყო მორალური იზოლაცია. ჟორჟოლიანი იყო ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ადამიანებთან ერთად, ბარიკადებზე, შეხვედრებზე, დისკუსიებში, სუფრებზე. ის იყო ადამიანი, რომელიც ჯეროდა კოლექტიურ ძალას, ერთობლივ ბრძოლას, სოლიდარობას. და ახლა ის იყო მარტო, სრულიად მარტო, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად. ის იცოდა, რომ გარეთ, თბილისში, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, რომლებიც მას ოდესღაც უყვარდათ, რომლებთანაც ერთად იბრძოდა. მაგრამ ისინი დუმდნენ. და ეს დუმილი იყო უარესი ვიდრე ნებისმიერი ბრალდება, უარესი ვიდრე ნებისმიერი სასჯელი, რადგან ეს დუმილი ნიშნავდა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, ყველა იდეალი, ყველა იმედი, ყველა ოცნება იყო მიტოვებული. ერთ-ერთმა ციხის კაპელანმა, რომელიც რეგულარულად სტუმრობდა ჟორჟოლიანს, გაიხსენა. ერთხელ მან მკითხა: მამაო, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს, როდესაც ის იცის, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, დაივიწყეს? მე არ მქონდა პასუხი. რა პასუხი შეიძლება იყოს ასეთ კითხვაზე? და მაინც ჟორჟოლიანი აგრძელებდა ცხოვრებას. არა იმიტომ, რომ მქონდა იმედი, არამედ იმიტომ, რომ მქონდა პრინციპი. ის არასოდეს უთხოვა შეცხალება, არასოდეს უღიარებია დანაშაული, არასოდეს დათმოთავისი რწმენა. ეს იყო მისი ბოლო ბრძოლა, არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური ბრძოლა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ადამიანური ღირსება იმ სამყაროში, რომელიც ცდილობდა მისი განადგურებას. და აქ ჩდება კითხვა, რომელიც აღემატება ჟორჟოლიანის პირად ტრაგედიას. რა ხდება საზოგადოებასთან, როდესაც ის ტოვებს თავის გმირებს მარტო? რა ხდება ერთან, როდესაც ის ივიწყებს იმ ადამიანებს, რომლებმაც გაიხეს გზა მისი თავისუფლებისკენ? ჟორჟოლიანის საქმე არ იყო იზოლირებული ინციდენტი. ეს იყო სიმპტომი უფრო ხრმა დაავადებისა, რომელიც შეეხო მთელ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო დაავადება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ისტორიული ამნეზია. უნარი დაივიწყო საკუთარი წარსული, საკუთარი იდეალები, საკუთარი გმირები, როდესაც ეს ხდება კომფორტული. და ეს ამნეზია არ იყო უბრალოდ პასიური დავიწყება, ეს იყო აქტიური არჩევანი. გადაწყვეტილება იმისა, რომ უკეთესია არ გახსოვდეს, ვიდრე გახსოვდეს და იტანჯო. მაგრამ რა არის ფასი ამ არჩევანისა? რა კარგავს ერი, როდესაც ის ირჩევს კომფორტს მეხსიერების ნაცვლად? და შეიძლება თუ არა საზოგადოება, რომელიც ივიწყებს საკუთარ გმირებს, ოდესმე რეალურად იყოს თავისუფალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში, რომლებიც ნაწილობრივ გახდა ხელმისაწვდომი 2012 წლის შემდეგ, არსებობს საქაღალდე კუდით ოპერაცია სისუფთავე 2006. ამ საქაღალდეში თავმოყრილია ასობით გვერდი, ჩანაწერები ტელეფონური საუბრებისა, ფოტოები შეხვედრებისა, სიები ადამიანების, რომლებიც ითვლებოდნენ პოტენციურ საფრთხედ. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც აღარ არის ამ საქაღალდეში. 50 გვერდი, რომლებიც ოფიციალურად დაიკარგა 2006 წლის ოქტომბერში, ზუსტად 1 თვის შემდეგ ჟორჟოლიანის დაპატიმრებისა. ეს გვერდები შეიცავდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იყო ჟორჟოლიანის ახლო წრე, ვინ შეიძლებოდა გამოსულიყო მის დასაცავად და როგორ უნდა ყოფილიყო პრევენციული ზომები მიღებული ამ ადამიანების ნეიტრალიზაციისთვის. ერთ-ერთმა ყოფილმა შსს თანამშრომელმა, რომელიც 2013 წლის შემდეგ გადავიდა სხვა სამსახურში და დაეთანხმა ანონიმურ ინტერვიუს, გაიხსენა. ეს გვერდები შეიცავდა სახელებს, კონკრეტულ სახელებს ადამიანების, რომლებიც ოდესღაც ჟორჟოლიანთან ერთად იდგნენ ბარიკადებზე. ყოველი სახელის გვერდით იყო ჩანაწერი, რა ჰქონდათ დასაკარგავი, რა იყო მათი სუსტი წერტილი, როგორ შეიძლებოდა მათი დაშინება. ეს არ იყო უბრალოდ სიები. ეს იყო რუქა იმისა, თუ როგორ უნდა განადგურებულიყო სოლიდარობა, როგორ უნდა იზოლირებულიყო ადამიანი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სოციალურად, ემოციურად, მორალურად. რატომ გაქრა ეს დოკუმენტები? ვინ გადაწყვიტა, რომ ისინი ძალიან საშიში იყო საზოგადოებისთვის და რას ფარავდა ეს გაქრობა? მტკიცებულებას თუ დანაშაულს?
იყო ერთი კონკრეტული ეპიზოდი, რომელიც არასოდეს მოხვდა ოფიციალურ დოკუმენტებში, მაგრამ რომელიც კარგად იხსენება იმ ადამიანების მიერ, ვინც იყო ჟორჟოლიანის ახლოცრეში. 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ჟორჟოლიანის დაკავებისა, ერთ-ერთმა მისმა ძველმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც ოდესღაც იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი და რომელიც ახლა ფლობდა წარმატებულ ბიზნესს, მიიღო უცნაური ტელეფონის ზარი. ზარი იყო გვიან საღამოს, უცნობი ნომრიდან. ხმა მეორე მხარეს იყო მშვიდი, თითქმის მეგობრული. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ფიქრობთ ჟორჟოლიანის დახმარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ხართ პრინციპული ადამიანი. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ თქვენს ბიზნესს აქვს პატარა პრობლემა საგადასახადო დეკლარაციებში. არაფერი სერიოზული, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს შემოწმება. ჩვენ არ გვინდა ეს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ფრთხილად. გაიგეთ? ზარი გაწყდა. ადამიანმა არ დარეკა პოლიციაში, რადგან იცოდა, რომ ზარი სწორედ იქიდან იყო. მან არ უთხრა ოჯახს, რადგან არ უნდოდა მათი შეშინება. მან უბრალოდ გადაწყვიტა დუმილი. და ეს იყო ზუსტად ის, რაც სისტემა სჭირდებოდა. არა პირდაპირი რეპრესია, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც აიძულებდა ადამიანებს თავად აერჩიათ დუმილი. რამდენმა მიიღო ასეთი ზარი, რამდენმა გააკეთა იგივე არჩევანი და რამდენი მათგანი დღესაც ცხოვრობს ამ არჩევანის ტვირთით. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც უფრო ღრმად მდებარეობდა, ის, რასაც შეიძლება ეწოდოს კოლექტიური თვითმოტყუება. როდესაც ჟორჟოლიანი იჯდა ციხეში, ბევრი მისი ძველი თანამებრძოლი აგრძელებდა ცხოვრებას ჩვეულებრივ რიტმში, დადიოდნენ სამსახურში, ესწრებოდნენ ღონისძიებებს, საუბრობდნენ პოლიტიკაზე. მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ჟორჟოლიანის თემას, არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ პირად საუბრებშიც. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა რამდენიმე ასეთ ადამიანთან, გაიხსენა. ისინი ქმნიდნენ რეალობას, სადაც ჟორჟოლიანი უბრალოდ არ არსებობდა. ისინი საუბრობდნენ 1991 წელზე, ეროვნულ მოძრაობაზე, დამოუკიდებლობის აქტზე, მაგრამ ისე, თითქოს ჟორჟოლიანი არასოდეს ყოფილიყო ნაწილი ამ ისტორიისა. ეს იყო კოლექტიური ამნეზია. არა იმიტომ, რომ ისინი რეალურად დაივიწყეს, არამედ იმიტომ, რომ გახსოვება ძალიან მტკივნეული იყო. ეს თვითმოტყუება იყო თავდაცვის მექანიზმი. გზა იმისა, რომ გაეძლოთ კოგნიტიურ დისონანსს, რომელიც წარმოიქმნებოდა მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ თვითშეგნება, რომ ისინი პრინციპული ადამიანები იყვნენ, მაშინ როცა ისინი ტოვებდნენ მეგობარს მარტო. მაგრამ ეს თავდაცვას ჰქონდა ფასი. ფასი იყო ის, რომ ისინი ნელ-ნელა კარგავდნენ უნარს განასხვავონ სიმართლე ტყუილისგან, პრინციპი კომფორტისგან, ერთგულება ღალატისგან. ციხეში ჟორჟოლიანის ფიზიკური მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა და ეს არ იყო უბრალოდ ბუნებრივი დაბერება. ის იყო სისტემატური განადგურება, რომელიც ხდებოდა ნელა, მაგრამ მეთოდურად. 7 წლის განმავლობაში, რაც მან გაატარა საპატიმროში, მას უვითარდა რამდენიმე სერიოზული დაავადება, გულის პრობლემები, სისხლის წნევის მკვეთრი რყევები, ღვიძლის დაზიანება, ნერვული სისტემის დარღვევები. ყოველი ამ დაავადების დროს მისი ოჯახი ცდილობდა სამედიცინო დახმარების მოწვევას, მაგრამ პროცესი იყო უსასრულო. საჭირო იყო განაცხადები, რომლებიც იკარგებოდა, საჭირო იყო ნებართვები, რომლებიც ვერ გაიცემოდა, საჭირო იყო ექიმები, რომლებიც არ იყვნენ ხელმისაწვდომი. ერთ-ერთმა სამედიცინო პერსონალის წევრმა, რომელიც მუშაობდა რუსთავის ციხეში და რომელიც მოგვიანებით დატოვა ეს სამსახური, გაიხსენა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჟორჟოლიანს სჭირდებოდა სერიოზული სამედიცინო ინტერვენცია. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვწერდით რეკომენდაციას მისი გადაყვანის შესახებ საავადმყოფოში, ეს რეკომენდაცია იკარგებოდა ადმინისტრაციულ პროცესში. ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო სისტემა. და ეს სისტემა მუშაობდა ნელა, უხმაუროდ. ჟორჟოლიანი კვდებოდა არა იმიტომ, რომ მას კლავდნენ, არამედ იმიტომ, რომ მას უბრალოდ არ აძლევდნენ საშუალებას ეცხოვრა. მისი სხეული იყო ველი, სადაც ხდებოდა უხილავი ომი. ომი, რომელშიც ის იყო მარტო, ხოლო მისი მოწინააღმდეგე იყო მთელი სახელმწიფო აპარატი. და აქ ჩნდება ის, რაც ყველაზე მტკივნეულია, ფიზიოლოგია ძალაუფლებისა და მისი დაკარგვის. თემურ ჟორჟოლიანი, რომელიც 1991 წელს აწერდა ხელს დამოუკიდებლობის აქტს, იყო 50 წლის, ენერგიული, ძლიერი, თავდაჯერებული კაცი. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა იდგა საბჭოთა ტანკების წინ და არ დაეხია. 2013 წლის იანვარში, როდესაც ის გამოვიდა ციხიდან, ის იყო 70 წლის მოხუცი, დაბერებული, დაავადებული,
ფიზიკურად განადგურებული. 7 წელმა ციხეში მას დაუმათა 20 წელი. მისი თმა სრულად გაშავდა. მისი სახე დაიფარა ღრმა ნაოჭებით. მისი ხელები კანკალებდა. მისი ხმა გახდა სუსტი და ირღვეოდა. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა ფიზიკური ცვლილებები. ყველაზე საშინელი იყო ის, რაც ჩანდა მის თვალებში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც ესაუბრა მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გაიხსენა. როდესაც მე ვუყურებდი მის თვალებში, ვხედავდი არა სიცულვილს, არა რისხვას, ვხედავდი უსასრულო დაღლილობას. ეს იყო დაღლილობა არა მხოლოდ სხეულისა, არამედ სულისა. დაღლილობა ადამიანისა, რომელმაც იბრძოლა ძალიან დიდხანს და რომელმაც დაინახა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, დაივიწყეს. ეს იყო ფიზიოლოგია ძალაუფლებისა, როგორ ანადგურებს ძალა ადამიანს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ფიზიკურად, როგორ ტოვებს ის კვალს სხეულზე, როგორ ცვლის ის არა მხოლოდ ბიოგრაფიას, არამედ ბიოლოგიას. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იყო კითხვა, რომელიც არასოდეს დასმულა ხმამაღლა. ვის სარგებლობდა ჟორჟოლიანის განადგურება? ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებმაც რეალურად მიიღეს სარგებელი მისი დაპატიმრებიდან, მისი იზოლაციისგან, მისი ფიზიკური და მორალური განადგურებისგან? ეს არის კითხვა, რომელსაც ლათინურად ეწოდება cui bono, ვის სარგებლობს? და როდესაც ჩვენ ვსვამთ ამ კითხვას, ჩვენ ვხედავთ საინტერესო სურათს. 2006 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჟორჟოლიანი და სხვა ოპოზიციური ლიდერები დააპატიმრეს, ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე კონკრეტული სარგებელი. პირველი, ოპოზიციის რადიკალური ფრთა სრულად განადგურდა. მეორე, საზოგადოებას გადაეცა მკაფიო სიგნალი, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა დაისჯება უმოწყალოდ. მესამე, შეიქმნა პრეცედენტი, რომელიც მოგვიანებით გამოიყენებოდა სხვა შემთხვევებშიც. მაგრამ ვინ იყო კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს პირადი სარგებელი? ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ ოპერაციის შემდეგ გახდა კიდევ უფრო ძლიერი და რომელიც მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი, რომელმაც ამ ოპერაციის შემდეგ გაამყარა თავისი პოზიცია როგორც ძლიერი ლიდერის, რომელიც არ ეშინია რეპრესიების. და იყო კიდევ სხვები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩრდილში, მაგრამ რომლებიც იღებდნენ სარგებელს. ბიზნესმენები, რომლებმაც დაიკავეს ადგილები, რომლებიც ოდესღაც ეკუთვნოდა ოპოზიციურ ფიგურებს. პოლიტიკოსები, რომლებმაც დაიკავეს პოზიციები, რომლებიც გათავისუფლდა, როდესაც ოპოზიცია განადგურდა. და ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში არის ის, რომ ბევრი მათგანი დღესაც ცხოვრობს, კომფორტულად, წარმატებულად, პატივსაცემად. ისინი არ არიან ციხეში, ისინი არ არიან გასამართლებულნი, ისინი არ არიან დასჯილნი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ზოგიერთი მათგანი კი საუბრობს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობაზე. იმავე სიტყვებით, რომლებსაც ოდესღაც იყენებდნენ ჟორჟოლიანთან ერთად ბარიკადებზე. და ეს არის ის, რაც ყველაზე მტკივნეულია. არა ის, რომ ისინი გაიქცნენ, არა ის, რომ ისინი დუმდნენ, არამედ ის, რომ ისინი დაივიწყეს. ისინი დაივიწყეს არა მხოლოდ ჟორჟოლიანი, ისინი დაივიწყეს საკუთარი თავი. ის ადამიანები, ვინც ოდესღაც იყვნენ. ის იდეალები, რომლებსაც ოდესღაც ჯეროდათ. და ეს დავიწყება არის ყველაზე დიდი ღალატი, არა ჟორჟოლიანის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ. 2017 წლის 22 ნოემბერს, როდესაც თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა იყო მცირე რიცხოვანი. იყო ოჯახის წევრები, რამდენიმე ახლო მეგობარი, რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც არასოდეს დაივიწყეს. არ იყო ოფიციალური წარმომადგენლები, არ იყო ძველი თანამებრძოლები, არ იყო ის ადამიანები, რომლებთანაც ერთად ის იდგა ბარიკადებზე. ერთ-ერთმა დამსწრემ გაიხსენა. როდესაც ვუყურებდი მის საფლავს, ვფიქრობდი, აქ დაკრძალულია არა მხოლოდ ადამიანი, აქ დაკრძალულია მთელი ეპოქა. ეპოქა, როდესაც ადამიანების ჯეროდათ, რომ პრინციპები უფრო ძვირფასია ვიდრე კომფორტი. როდესაც ერთგულება უფრო ძვირფასი იყო ვიდრე კარიერა. როდესაც მეგობრობა რეალურად რაღაც ნიშნავდა. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო არა ის, ვინ არ მოვიდა. ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ მათი არ ყოფნა თითქმის არავის გაუკვირდა. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გახდა ცხადი. დუმილი, რომელიც დაისადგურა ჟორჟოლიანის გარშემო 2006 წლიდან, არ იყო დროებითი. ეს იყო ახალი ნორმა, ახალი რეალობა, სადაც გმირები კვდებიან მარტო
და სადაც არავინ იხსენებს მათ. და აქ ჩნდება ბოლო, ყველაზე მტკივნეული კითხვა. რა დარჩა საქართველოს ამ ყველაფრის შემდეგ? რა დარჩა ერს, რომელმაც თატოვა თავისი გმირები მარტო? რა დარჩა საზოგადოებას, რომელმაც აირჩია კომფორტი პრინციპების ნაცვლად? პასუხი არის მტკივნეული. დარჩა ქვეყანა, სადაც ადამიანები ეშინიათ ხმამაღლა საუბრისა, სადაც ისინი არ ენდობიან ერთმანეთს, სადაც ისინი იცხოვრებენ მუდმივ შიშში, რომ თუ ისინი დადგებიან პრინციპის დასაცავად, ისინი დარჩებიან მარტო, ისევე როგორც დარჩა ჟორჟოლიანი. დარჩა საზოგადოება, სადაც ისტორიული მეხსიერება არის არჩევითი, სადაც იხსენებენ მხოლოდ იმას, რაც კომფორტულია და ივიწყებენ იმას, რაც მტკივნეულია. დარჩა ერი, რომელიც კარგავს უნარს განასხვავოს გმირები ღალატებისგან, პრინციპები კომპრომისებისგან, სამართლიანობა ექსპედიენტობისგან. და ყველაზე მთავარი, დარჩა პრეცედენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ადამიანის განადგურება, არა ფიზიკურად, არამედ სოციალურად, მორალურად, ისტორიულად. და არავინ აპროტესტებს, არავინ იბრძვის, არავინ იხსენებს. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ჟორჟოლიანის საქმემ. არა მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედია, რომელმაც დაკარგა უნარი იყოს რეალურად თავისუფალი. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ახალმა პარლამენტმა დაიწყო პოლიტპატიმრების საქმეების განხილვა, ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა ჟორჟოლიანის საქმის ყველა მასალის გახსნა, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩანაწერი, ყველა მტკიცებულება, რომელიც გამოიყენეს მის წინააღმდეგ. მოთხოვნა იყო ლეგიტიმური. თუ პარლამენტი აპირებდა ადამიანის პოლიტპატიმრად ცნობას, ის უნდა ენახა, რა იყო ის დანაშაული, რომლისთვისაც მას ასამართლებდნენ. მაგრამ როდესაც საქახალდეები მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი მათგანი დაკარგული იყო. კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იყო ინფორმატორები, ვინ აწვდიდა ინფორმაციას შსს ჟორჟოლიანის შესახებ, ვინ იყო ის ადამიანები მის ახლო წრიდან, რომლებიც თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან. ერთ-ერთმა იურისტმა, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე, გაიხსენა. როდესაც ჩვენ ვკითხეთ, სად იყო ეს დოკუმენტები, გვითხრეს, რომ ისინი განადგურდა რუტინული პროცედურის ფარგლებში 2011 წლის ბოლოს, ზუსტად 1 წლით ადრე, ვიდრე ხელისუფლება შეიცვალა. ეს არ იყო შემთხვევითობა. ეს იყო მიზანმიმართული განადგურება იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც შეიძლებოდა ამხელა ის ადამიანები, რომლებიც რეალურად იდგნენ ჟორჟოლიანის იზოლაციის უკან. დღემდე ეს დოკუმენტები არ არის ნაპოვნი. დღემდე არავინ იცის, ან უпроსწორად არავინ აღიარებს, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც ღალატი ჩაიდინეს. მაგრამ მათ იცოდნენ და ისინი დღესაც იციან. და ისინი დღესაც ცხოვრობენ ჩვენ შორის. შესაძლოა პატივსაცემ პოზიციებზე, შესაძლოა კომფორტულ ცხოვრებაში, შესაძლოა საუბრობენ სამართლიანობაზე. რატომ არ გახსნეს ეს დოკუმენტები? ვინ გადაწყვიტა, რომ ზოგიერთი სიმართლე ძალიან საშიშია? იყო ერთი კონკრეტული ეპიზოდი, რომელიც არასოდეს გახდა საჯარო, მაგრამ რომელიც კარგად იცოდა ჟორჟოლიანის ოჯახმა. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე პარლამენტი მას პოლიტპატიმრად ცნობდა, ერთ-ერთი ძველი მეგობარი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც ჟორჟოლიანთან ერთად იდგა ბარიკადებზე და რომელიც 6 წლის განმავლობაში არ დაურეკა, არ ესტუმრა, არ კითხა. უეცრად გამოჩნდა ციხის სანახავად. ის მოვიდა ძვირფასი საჩუქრებით, წიგნები, საკვები, ტანისამოსი. ის საუბრობდა ემოციურად, თითქმის ტიროდა, ითხოვდა პატიებას. მან თქვა: მე ვიცოდი, რომ ეს არასამართლიანი იყო. მე ვიცოდი, რომ შენ უდანაშაულო იყავი. მაგრამ მე ვერაფერს ვაკეთებდი. მე ვეშინოდა, მე მქონდა ოჯახი, მე მქონდა ბიზნესი. მე უბრალოდ ვერ შევძელი. ჟორჟოლიანი მოусმინა მას მშვიდად. შემდეგ კითხა: რატომ მოხვედი ახლა? რატომ არა 6 წლის წინ, როდესაც ეს რეალურად მნიშვნელობა ჰქონდა? ადამიანმა ვერ უპასუხა. ის უბრალოდ წამოდგა და წავიდა. ჟორჟოლიანმა მოგვიანებით უთხრა ოჯახის წევრს. ის მოვიდა არა იმისთვის, რომ მე მეპატია. ის მოვიდა იმისთვის, რომ თავად ეპატია საკუთარი თავი, მაგრამ ზოგიერთი რამ არ პატიობს. ეს იყო ის მომენტი, როდესაც გახდა ცხადი. პატიება შეიძლება მოითხოვო, მაგრამ ის არ შლის იმ ზიანს, რომელიც უკვე მიყენებულია. ის არ აბრუნებს იმ წლებს, რომლებიც დაიკარგა. ის არ აღადგენს იმ ჯანმრთელობას, რომელიც განადგურდა. ის არ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც დარჩა იქ, სადაც ოდესღაც იყო მეგობრობა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ
2013 წლის იანვრიდან 2017 წლის ნოემბრამდე 4 წელი და 10 თვე ჟორჟოლიანი ცხოვრობდა მშვიდად, ოჯახთან ერთად. ცდილობდა აღედგინა ჯანმრთელობა, რომელიც უკვე აღარ აღდგებოდა. ის იშვიათად საუბრობდა პოლიტიკაზე, იშვიათად იხსენებდა ციხეში გატარებულ წლებს. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ტელევიზორში ჩნდებოდა ძველი მეგობრების სახეები, ადამიანები, რომლებიც ახლა საუბრობდნენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, მისი სახე იცვლებოდა. არა რისხვით, არა სიძულვილით, უბრალოდ უსასრულო სევდით. ერთ-ერთმა ახლობელმა გაიხსენა. ერთხელ ვკითხე მას, შენ გძულ ხარ ისინი? მან მითხრა, არა, მე მწყინს მათთვის. რადგან ისინი დაკარგეს რაღაც, რაც ჩემზე ბევრად უფრო ძვირფასი იყო. ისინი დაკარგეს საკუთარი თავი, ის ადამიანები, ვინც ოდესღაც იყვნენ. და ეს არის ის, რაც არასოდეს აღდგება. ეს იყო ჟორჟოლიანის ბოლო გაკვეთილი, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი არ არის თავისუფლების დაკარგვა, არა ჩანმრთელობის დაკარგვა, არა წლების დაკარგვა. ყველაზე დიდი დანაკარგი არის საკუთარი თავის დაკარგვა, იმ პრინციპების დაკარგვა, რომლებზეც შენი იდენტობა იყო აშენებული. და ის დანაკარგი არის შეუქცევადი. 2017 წლის 22 ნოემბერს, როდესაც თემურ ჟორჟოლიანის გული შეწყვიტა ცემა, მისი ოჯახის წევრები იყვნენ გვერდით. ის წავიდა მშვიდად, ძილში. ისე როგორც წავიდიან ადამიანები, რომლებიც უკვე დაღლილები არიან, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეგზისტენციალურად. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც მან თქვა რამდენიმე დღით ადრე იყო, მე არ ვინანებ არაფერზე. მე გავაკეთე ის, რაც ვფიქრობდი, რომ სწორი იყო. და თუ ეს ნიშნავდა, რომ მე უნდა მეტანჯა, მაშინ ეს იყო ფასი, რომელიც მე მზად ვიყავი გადამეხადა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არასოდეს დათმო პრინციპები. არც მაშინ, როდესაც ის იდგა საბჭოთა ტანკების წინ. არც მაშინ, როდესაც ის იჯდა ციხის კამერაში. არც მაშინ, როდესაც ის კვდებოდა, მიტოვებული თავისი ძველი მეგობრებისგან. მისი სიკვდილი არ იყო უბრალოდ ბიოლოგიური დასასრული. ეს იყო დასასრული ეპოქისა, როდესაც ადამიანები სჯეროდათ, რომ პრინციპები უფრო ძვირფასია ვიდრე გადარჩენა. როდესაც ერთგულება რეალურად რაღაც ნიშნავდა. როდესაც მეგობრობა არ იყო უბრალოდ სიტყვა. მისი სიკვდილით დასრულდა არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრება, დასრულდა ერთი ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორი უნდა იყოს ქართველი, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ჟორჟოლიანის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი განაგრძობდა ცხოვრებას, ჩუმად, მშვიდად, ცდილობდა აღედგინა ის, რაც შეიძლებოდა აღდგენილიყო. მისი შვილები გაიზარდნენ იმ ცოდნით, რომ მათი მამა იყო ადამიანი, რომელმაც არასოდეს დათმო პრინციპები, და ეს ცოდნა იყო ერთდროულად სიამაყე და ტვირთი. სიამაყე იმისა, რომ ისინი იყვნენ შთამომავლები ადამიანისა, რომელიც რეალურად იბრძოდა თავისუფლებისთვის. ტვირთი იმისა, რომ მათ იცოდნენ, ეს თავისუფლება, რომლისთვისაც მათი მამა იბრძოდა, არასოდეს მოვიდა. მისი ცოლი, რომელიც გაატარა 6 წელი ციხის სანახავად სიარულში, არასოდეს ისაუბრა სიძულვილით იმ ადამიანებზე, რომლებმაც მათ მიატოვეს. ის უბრალოდ ცხოვრობდა იმ ღირსებით, რომელიც მან ისწავლა თავისი ქმრისგან. ის ადამიანები, რომლებმაც დუმდნენ, ის მეგობრები, რომლებმაც არ გამოვიდნენ ჟორჟოლიანის დასაცავად, განაგრძობდნენ თავიანთ ცხოვრებას. ზოგიერთი მათგანი დღესაც არის პოლიტიკაში, ზოგიერთი ბიზნესში, ზოგიერთი უბრალოდ პენსიაზე. ისინი ცხოვრობენ კომფორტულად, აქვთ სახლები, აქვთ ოჯახები, აქვთ პატივსაცემი რეპუტაცია. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, როდესაც ხამით იღვიძებს, იხსენებს იმ მომენტს, როდესაც მან აირჩია დუმილი. იხსენებს იმ ტელეფონის ზარს, რომელიც არ გააკეთა. იხსენებს იმ სიტყვებს, რომლებიც არ თქვა. იხსენებს იმ ადამიანს, რომელიც მარტო დატოვა. და ეს მეხსიერება არის მათი სასჯელი, არა იურიდიული, არამედ ეგზისტენციალური სასჯელი, რომელიც არასოდეს მთავრდება. საქართველო, როგორც ქვეყანა, განაგრძობს თავის გზას, ცდილობს ევროპულ ინტეგრაციას, საუბრობს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობაზე. მაგრამ ჟორჟოლიანის ისტორია რჩება როგორც ჩრდილი იმისა, რაც მოხდა, როდესაც ეს ქვეყანა აირჩია კომფორტი პრინციპების ნაცვლად, როდესაც ის დატოვა თავისი გმირები მარტო, როდესაც ის დაივიწყა რისთვის იბრძოდა. ეს ჩრდილი დღესაც ცხოვრობს,
ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ირჩევს დუმილს სიმართლის ნაცვლად, ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოება უგულებელ ყოფს უსამართლობას, ყოველ ჯერზე, როდესაც ერი ივიწყებს საკუთარ ისტორიას. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება უპასუხოდ. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად მიიღეს გადაწყვეტილება ჟორჟოლიანის განადგურებაზე? ვინ იყო ის ინფორმატორები, რომელთა სახელები დაიკარგა დოკუმენტებში? ვინ იყო ის ძალა, რომელმაც ორკესტრირება გაუკეთა მის იზოლაციას? ვინ იყო ის ბენეფიციარები, რომლებმაც მიიღეს სარგებელი მისი დაცემიდან? ეს კითხვები დღესაც რჩება ღია. არა იმიტომ, რომ პასუხები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ისინი დაფარულია, დაცულია, დამალულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აქვთ ძალა და ინტერესი, რომ სიმართლე არასოდეს გამოვიდეს. და აქ ჩდება ბოლო, ყველაზე მტკივნეული კითხვა. შეძლებს თუ არა ოდესმე საქართველოს რეალურად გახსნას ეს დოკუმენტები? შეძლებს თუ არა ოდესმე ეს საზოგადოება რეალურად ჩაიხედოს თავის წარსულში და დაასახელოს ის ადამიანები, რომლებმაც ხალატი ჩაიდინეს? შეძლებს თუ არა ოდესმე ეს ერი რეალურად ისწავლოს გაკვეთილი იმ შიშისგან, რომელმაც გაანადგურა მისი იდეალები? თუ პასუხი არის არა, მაშინ ჟორჟოლიანის ტრაგედია გაიმეორდება. შესაძლოა სხვა სახელებით, შესაძლოა სხვა გარემოებებში, მაგრამ იგივე არსით. თუ პასუხი არის დიახ, მაშინ შესაძლოა ოდესმე ეს ქვეყანა რეალურად გახდეს თავისუფალი, არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ მორალურად, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეგზისტენციალურად. მაგრამ დღეს, ამ მომენტში, ჟორჟოლიანის საფლავი რჩება როგორც უხმო მოწმე. მოწმე იმისა, რაც მოხდა, როდესაც ერთმა ერმა დაივიწყა საკუთარი გმირები. მოწმე იმისა, რაც ხდება, როდესაც შიში ხდება უფრო ძლიერი ვიდრე პრინციპები. მოწმე იმისა, რაც რჩება, როდესაც ადამიანები ირჩევენ დუმილს სიმართლის ნაცვლად. და ეს უხმო მოწმობა არის ყველაზე ხმამაღალი, რადგან ის ამბობს იმას, რასაც არავინ ამბობს ხმამაღლა, რომ ჟორჟოლიანის რეალური მკვლელები არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მას ციხეში ჩასვეს. მისი რეალური მკვლელები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დუმდნენ, როდესაც მას ციხეში კლავდნენ. და ის დუმილი, ეს კოლექტიური, სისტემური, ინსტიტუციონალური დუმილი არის ის დანაშაული, რომელიც დღემდე არ არის გასამართლებული. და სანამ ეს დანაშაული არ იქნება აღიარებული, სანამ ეს სიმართლე არ იქნება ნათქვამი, სანამ ეს მეხსიერება არ იქნება დაცული, საქართველო ვერასოდეს იქნება რეალურად თავისუფალი.